გასახურებელ თამბაქოზე და ელექტრონულ სიგარეტზე გადასვლა არ ნიშნავს, რომ მე ნაკლები ზიანი მადგება, ანუ ეს მაყურებელმა გაიგოს, რომ აი ვეიპზე გადავედი, ელექტრონულ სიგარეტზე გადავედი და ამიტომ ჩემი ჯანმრთელობის ხარისხი უმჯობესდება, ესე არ არის. ანუ გადასტურებულია ეს მეტაანალიზის კვლევები. და რო ვთქვათ, ანუ ჩვენ ვიცით, რომ ყველაზე ხშირი მიზეზი სიკვდილობის არის გულსიღრმავთა დაავადებები, კიბოფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება. ეს არის უშფხისიერი მიზეზი, მაგრამ ამის უკან ძირითადად დგას თამბაქო და ჰიპერტენზია. ანუ პირველზე არის ჰიპერტენზია, მეორეზე მსოფლიოს წამყვან კვლევებში არის თამბაქო. ანუ ესეც რო გავიგოთ, ანუ დაახლოებით 8-9 მილიონი ადამიანი კვდება ყოველწლიურად თამბაქოს მოხმარებით, რაც არის HIV, ტუბერკულოზი, C ჰეპატიტი, B ჰეპატიტი, მალარია ერთად ამაზე აღებული 2-ჯერ მეტი. ანუ ეს ყველა რაც ჩამოთვალე დაახლოებით 4 მილიონ ადამიანს კლავს წელიწადში, თამბაქო კლავს 8-9 მილიონ ადამიანს ყოველწლიურად. ყოველ 6 წამში კვდება ერთი ადამიანი. ხო.